საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ხოლო TV-პირველს არ მივცემ კომისია სრულად. იყო სრულად კომისია, ყველაფერი კარგად არის. არ შემდგარი კომისიის განჩინებაზე მოაწინეს ხელი. ეს მათი აზრია. აზრია თუ ინფორმაცია რომელსაც აღწერებენ. აი გვაინტერესებს ტყუილი, ანუ რასაც ამბობს მამადოროთე. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი საპატრიარქოსთან მამანდრია? მე არა ვარ საპატრიარქო ხალხო, მე არა ვარ საპატრიარქო, მე არა ვარ გადაწყვეტილებების მიმღები. მე ვაჟღერებ საპატრიარქოს აზრს მხოლოდ და დაელოდეთ კომისიას, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, პატრიარქმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ქორეპისკოპოსებმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ჯაღმაიძე აქციეთ ამ მთელი აი ამ პრობლემის რაღაცა სათავეში და მოახდინეთ აი ამ სულ ყველაფრის პერსონალიზაცია. თითქოს ჯაღმაიძეა ამ სულ ყველაფრის გადამწყვეტი. ჯაღმაიძე აცხადებს იმას, რაც შიგნით არის უკვე გადაწყვეტილი ხოლმე. ამას პატარა დიდი მიხვედრა არ ჭირდება. პიროვნულ შეურაცხყოფად მიიღო მაგალითად მამადოროთეს განცხადება. ზოგადად ეს არის ინსტიტუციის შეურაცხყოფა. აქ არაფერ შუაში არ არის. მეუფეშიო იქნებოდა იქ თუ სხვა მეუფე იქნებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული ყველა ეკლესიაში ანალოგიურად. აი მეუფე სტეფანესთან დაკავშირებით რატომ არ იღებენ მსგავს გადაწყვეტილებას? ისიც ამბიონიდან პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ძალიან ხშირად ქართული ოცნების მომხრე განცხადებებსაც. ჩვენ კარგად უნდა გაიგოთ სულ ყველაფერი, რომ არც ერთ დამაცადეთ გავიგე კითხვა. განსხვავება იმის მიხედვით არის, რომ ის ხალხი, როდესაც აკეთებს პოლიტიკური შეხედულების შესახებ თავის კომენტარს, არავის არ შეურაცხყოფს ეკლესიაში, იერარქიას არ შეურაცხყოფს. არც ერთი კომენტარი ამ სასულიერო პირების, არც მამა დოროთესი, არც მამა ელიასი არ განხირულა იმ ჭრილში, რომ მათ გააკეთეს პოლიტიკური განცხადებები. პოლიტიკური განცხადებებს აკეთებს და შეფასებებს აკეთებს მამა ალექსი ქშუტაშვილიც, რომელიც გუშინ იჯდა ტელევიზიაში და ძალიან კორექტულად აკეთებს ამას. თავისი შეურაცხყოფების გარეშე და თავდაპირველად პირველივე შეხვედრიდან დაწყებული ბოლომდე არც ერთი შეკითხვა ამ სასულიერო პირებთან არ ყოფილა, რატო აკეთებ რამე პოლიტიკურ შეფასებებს. არამედ იყო მხოლოდ ის, რატო აკეთებ შეურაცხყოფელ შეფასებებს და რატო აყენებს შეურაცხყოფას ეკლესიას, პატრიარქს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, პატრიარქის ადმინისტრაციას და დანარჩენ სასულიერო პირებს და თქვენ ყველანი ცდილობთ, რომ გადაადგილოთ ეს ორი რამ და რადგანაც მამა დოროთე აკეთებს ორმა განცხადებებს, ერთის მხრივ რაღაცა პატრიოტული თემით და მისი შეხედულებები პოლიტიკური თემაზე ჟღერდება აქ და იქვე ამატებს აუცილებლად შეურაცხყოფელ განცხადებებს. მხოლოდ ამ შეურაცხყოფელი განცხადებებზე იყო პასუხი მისგან სათხოვნად. მაგალითად იყო ის, რომ ესე იგი პროტესტზე არიან ის ხალხი, ვინც ნათელ მხარეს არის და დანარჩენი არიან სიბნელეში. არ არის შეურაცხყოფელი იყო. ის ქვეშა მსგავსი შეფასება? მსგავსი შეფასება სასულიერო პირისაგან ჯერ არ ყოფილა. და ასევე შეურაცხყოფელი. არა, გადამწყვეტი შეფასებები ბევრი იყო იქ, რომ რუსი ეგზარქოსები მართავენ ეკლესიას დღესაც, რომ ეკლესია სურდა სისხლისღვრა 4 ოქტომბერს. აი ეს გამონათქვამები ნორმალურია, ნორმალურად მიგაჩნიათ? მას პრეტენზია აქვს მამა ანდრია იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქოს უპროსტორეთ რიგი სასულიერო პირები არასდროს არ გამოსულანო და მხარი არ დაუჭერეთ, რომ ანუ სანუგეშო სიტყვა არ უთქვამ და აქციაში დაკავებულთათვის გულისხმობ ახალგაზრდებს, რომლებიც ხედან. ანუ ყოფილა მსგავსი მხარდაჭერა გამოგიცხადებიათ. თქვენ თუ გახსენდებათ, რომ ბოლო ალბათ 15 წელია ეკლესიას მუდმივად ტელევიზიებიდან, TV-პირველის, მაშინ მთავარი არხიც იყო და სხვა ტელევიზიები, NGO-ები და ასე შემდეგ, ოპოზიცია მუდმივად გთხოვდა ჩვენ, რომ არ გაგვეკეთებინა წინა საარჩევნოდ პოლიტიკური შეფასებები, რადგანაც ეკლესიას დიდი გავლენა აქვს და არ გამხდარიყავით მხარე. რომ ჩვენ ვაშენებთ სეკულარულ სახელმწიფოს და ეკლესიამ არ მიიღოს ამაში თავისი შეხედულებისამებრ არ მოახდინოს გავლენა საზოგადოებას. ამ შემთხვევაში ბოლო პერიოდში ჩვენ სულ ვაკეთებთ განცხადებებს საპატრიარქო და მოუწოდებს სასულიერო პირებს, რომ მსგავსი განცხადებები, რომელიც პოლარიზებას იწვევს საზოგადოებაში, არ უნდა ხდებოდეს სასულიერო პირებისაგან. ამ შემთხვევაში, როდესაც შეფასებებს არ ვაკეთებთ, დაუშვათ. განა იმიტომ არ ვაკეთებთ, რომ
ვინმეს ტრობა გვაქვს აქ განზრახული, არამედ არ ვეთანხმებით ბევრ შეფასებებს, რომელიც კეთდება ნაწილი პოლიტიკოსების მხრიდან. არ ვეთანხმებით მაგალითად გადაწყვეტილებას, რომ არჩევნები, გადაწყვეტილებას კი არა, დაასკვნას, რომ არჩევნები გაყალბდა, პატრიარქმა არჩევნები მიულოცა ქართულ ოცნებას და მან მიიღო მონაწილეობა ამაში. რა გავაკეთოთ? არ ვეთანხმებით დაუშვათ იმას, როდესაც პრინციპია, როდესაც მოქალაქეებზე ძალადობენ, იგივე სამართალდამცველები, რომლებიც არც კი დასჯილან. ბევრი განცხადება გვაქვს. არაფერი არ დუმს ეკლესია. არაფერი არ დუმს ეკლესია, ნუ არ აგრძელებ, ხო გავიგე შეკითხვა. ეკლესია კი არ დუმს, ეკლესიამ გააკეთა არაერთი განცხადება იმ დღეებში. გადაფურცლეთ ის, რა ქვიან, ინტერნეტში ჩვენი გვერდი და ნახავთ იქ. არაერთი განცხადება გააკეთა მშვიდობის მოწოდებისაკენ. და მთელი ის ღამეები ჩვენი სამსახურის სასულიერო პირები მთელი ღამე იდგნენ ქაშვეთის ეკლესიაში და ეხმარებოდნენ გაზით და წყლით ესე იგი დაზარალებულ ადამიანებს. ეს სულ ყველას დაავიწყდა. დოროთე მაშინ სად იყო? სად იყო დოროთე, როდესაც პატრიარქს ლანძღავდნენ 2017-2019 წლებში. ყველაზე მეტად მაშინ ჭირდებოდა საპატრიარქოს და პატრიარქის პოზიციას დაცვა. ერთი არ გვახსოვს მისი გამოსვლა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადება. ეხლა როცა პატრიარქს აღარ ჭირდება დაცვა, ეხლა გაახსენდა მას, რომ ეხლა გაახსენდა ის მომიტინგეები. სად იყო მაშინ? იქ რო ვიდექით ქაშვეთთან და რო ეხმარებოდეთ ამ ხალხს. ხო? თქვენ მუდმივად ნუ გთხოვთ ჩვენ რო დავდგეთ პოლიტიკური აი ამ დებატების მხარეს, რომელიღაცა მხარეს, თორე გარწმუნებთ, რომ წაგებული დარჩებით. ის რომ ჩვენ ხმას არ ვიღებთ და არ მოგწონს ბევრი რაღაცა, მაგრამ ხმას არ ვიღებთ, იმიტომ რომ პროტესტის მხარეს დგას ბევრი ადამიანი, რომელსაც პატივს სცემთ, რომელიც ჩვენთვის ძვირფასია და ეკლესია ცდილობდა მუდამ ყოფილიყო ორივე მხარისათვის სალაპარაკო პლატფორმა. აი დოროთემ რაც გააკეთა იმ ხალხს, ვინც უსმენს დოროთეს, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეკლესია მათი მტერია, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ყველა განცხადებას, რაც მან მოაყოლა იმასთან დაკავშირებით, რომ არ მოწონს ქართული ოცნების პოლიტიკა, მოაყოლა ეკლესიის შეურაცხყოფა. დაიწყო დაბლიდან და ავიდა ეხლა იმამდე, რა ქვიან, სინოდის წევრებამდე და პატრიარქის გამორჩეულ მოსაყრემდე. მოსაყრე რამდენი ხანია რაც გამორჩეული? 8 წელია მოსაყრე ასრულებს პატრიარქის ლოცვა-კურთხევებს. და ეხლა გამოიძია დოროთე თურმე რომ რა ქვიან პატრიარქს არ უსმენს და შეურაცხყოფას აყენებს ვინმე იქ საპატრიარქოში. ხო და ასე რომ ნუ გთხოვთ ის ფაქტი რომ არა დოროთეს ეს უთხარეთ ჩვენ მაშინ პირველ შეხვედრას და სრულიად ტყუილი გამოიტანა გარეთ. ჩანაწერის უფლებაც მივეცით და რაც გარეთ მოყვა მერე იყო წინასწარ რაც წინადღეს რაც თქვა ნოდარ მელაძემ რომ მას სჯიდნენ დასაჯელად არ დაუძახიათ მისთვის, რომ მას პოლიტიკური განცხადებები აუგზალეს. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. თვითონაც კალამბურს ამბობს, რომ ჩემთვის არ უთქვამთ, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთონ, მაგრამ ამისთვის დამიბარეს. რას ნიშნავს ეს წინადადება გესმით თქვენ შინაარსი, რომ არ უთქვამთ მისთვის, რომ პოლიტიკური შეფასებები არ გააკეთო, მაგრამ ამისთვის დამიბარეთო. ეს გესმით თქვენ რას ნიშნავს? თავი ბოლო გესმით ამ წინადადების ერთში სხვა რაღაცას ამბობს, მეორეში სხვა რაღაცას ამბობს. ნუ ეხლა ბოლო-ბოლო ადამიანს გაუფრთხილეთ და ნუ აქეზებთ ასეთ რაღაცებზე, დაღუპვის გზაზე დგას.